ეს გადაცემა უნდა იცოდე, მე კი მისი წამყვანი თამარ გუნთაიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სასაუბრო თემა გახლავთ ზაფხულის გემოები. მოგეხსენებათ, რომ ზაფხული სავსეა სხვადასხვა გემოვნური სიამოვნებებით, მოდი ასე ვიტყოდი, თუმცა რაზე გავლენას ახდენს ზაფხულის პროდუქტები, კონკრეტულად ხილი და ბოსტნეული ჩვენს მეტაბოლურ სისტემაზე და ასევე შაქრის დონეზე ორგანიზმში, ამ ყველაფერზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გაგვესაუბრება. მოგესალმებით ლაშა. მოგესალმებით. ყოველთვის მოხარული ვარ თქვენთან საუბრით. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან აქტუალური საკითხის განხილვისთვის სხვათა შორის. კი ბატონო, ყოველთვის მზად ვართ, რომ მაყურებლისთვის სასარგებლო რჩევები გავცეთ. ლაშა, პირველ კითხვას ასე დავიწყებ. თქვენთვის როგორც ენდოკრინოლოგისთვის, რას ნიშნავს ზაფხული და რაზე გავლენას ახდენს ის ჩვენს ორგანიზმზე? ზაფხული ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის არის სიხარულის მომტანი, ხო? და დადებითი ემოციების მომტანი. ენდოკრინოლოგიისთვისაც არის გარკვეული ძვრები მიმდინარე ორგანიზმში და სწორედ აი ამ განწყობას და ემოციებს გვექმნის ენდოკრინოლოგიაში მიმდინარე ეს ძვრები. რა მაგალითად სისხლების ფონზე გამომუშავებული დიდი ოდენობით D ვიტამინი, რომელიც მოქმედებს ჩვენ ფსიქოემოციურ სტატუსზე, რომელიც გარდა ამისა მოქმედებს ჩვენ თმაზე, კანზე, ფრჩხილზე და 300-ზე მეტ მეტაბოლურ პროცესში არის ჩართული ჩვენს ორგანიზმში და ამიტომაც დღესდღეობით მაგალითად ენდოკრინოლოგიაში D ვიტამინს არ მოიხსენიებენ როგორც აი ესეთ ჩვეულებრივ ვიტამინებს, ვთქვათ B12-ს ან B9-ს ან ასე შემდეგ. მას ლიტერატურაში, სამედიცინო ლიტერატურაში მოიხსენიებენ როგორც ჰორმონ D ვიტამინს, იმიტომ რომ მას აქვს უამრავი, ესე ვთქვათ, დადებითი ზეგავლენა ჩვენს ორგანიზმზე. გარდა ამისა, სეროტონინი ამის ფონზე, ასევე სეროტონინი, ანუ ეგრეთ წოდებული ბედნიერების ჰორმონი გამომუშავდება, რაც თავის მხრივ სხვათა შორის დაკავშირებული არის უკვე ზაფხულში კვების რაციონთან, იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზმში არსებული სეროტონინის 95% გამომუშავდება ნაწლავებში და მხოლოდ 5% თავის ტვინში. ეს ბოლო 100 წლების განმავლობაში გეთანხმებით აბსოლუტურად გადატარიალება იყო, ესე ვთქვათ, ეს აღმოჩენა სამედიცინო საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის სეროტონინი ასოცირდებოდა თავის ტვინთან, ხო? ანუ ჩვენ ემოციებთან, გუნება-განწყობასთან, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მიმდინარე პროცესები არის, რომელიც დაკავშირებული არის ჩვენ მიერ მიღებულ საკვებთან, ჩვენ ორგანიზმში არსებულ მიკროფლორასთან, რომელიც განაპირობებს საბოლოო ჯამში აი ამ ბედნიერების ჰორმონის, ესე ვთქვათ, წარმოქმნას და ქართული ძველი გამონათქვამი, ესე ვთქვათ, ყველა კაცის გონება თუ ტვინი, ესე ვთქვათ, კუჭზე გადის, რომ რაღაცნაირად ამასთან არის მეტნაკლებად დაკავშირებული. არასდროს სხვათა შორის და ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, რაღაცა გამონათქვამი არსებობს, რომელიც დღევანდელ რეალობას უკვე დადასტურებულ ფაქტებს შეიძლება ჩვენ შევადაროთ. თუმცა აი ამ დადებითი განწყობების გარდა, ასევე შესაძლებელია ზაფხულმა გარკვეულწილად უარყოფითი ზეგავლენაც მოახდინოს ჩვენს ორგანიზმზე. ეს შეიძლება იყოს განსაკუთრებული სიცხე, რომელიც მოქმედებს კონკრეტულად სტრეს ჰორმონზე, ეგრეთ წოდებულზე, ანუ კორტიზოლზე, რამაც გარკვეული დისბალანსი შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ აი ეს, ესე ვთქვათ, ბედნიერების მოტანაც, სტრესიც რაღაცნაირად აუნებელყოფს ერთმანეთს და გარკვეული ბალანსი მაინც დგება. ამიტომ ენდოკრინოლოგიაში ზაფხულის სეზონს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ თან კონკრეტულ დაავადებებსაც განვიხილავთ ამ კუთხით, ხო, მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, რადგანაც ხდება გარკვეული ცვლილებები უკვე მზისხივების აქტივობის ფონზე, შაქრიანი დიაბეტის დროს, მაშინ როდესაც სითხის დანაკარგი უფლის სახით ბევრად უფრო მეტი არის, ხო? ან თვითონ ზოგადად მინერალების და ვიტამინების ცვლა უკვე, ხო, ორგანიზმში, რაც ასევე დეჰიდრატაციასთან ან წყლის დეფიციტთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ ენდოკრინოლოგიური კუთხით საკმაოდ საინტერესო არის ზაფხულის სეზონი. დატვირთული ისევე როგორც თქვათ სხვა ნებისმიერ სეზონზე. ლაშა, ზაფხული შეიძლება ითქვას, რომ შაქრის სეზონია, ხო? მაგ შემოდის ნაყინი პირველ რიგში, ხილიც მათ შორის. იქნება ეს საზამთრო, ასევე ლეღვი, რომელიც ძალიან მაღალი შემცველობით არის, ყურძენი, შაქრის მაღალი შემცველობით, ხო? როგორ შეიძლება ეს ყველაფერი აისახოს ჩვენს ჯანმრთელობაზე, სად ვიპოვოთ ბალანსი და განსაკუთრებული რჩევები გავცეთ იმ მაყურებლისთვის, ვისაც ვთქვათ მიდრეკილება აქვს შაქრიანი დიაბეტისკენ, ან თუნდაც კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, ზაფხული ისეთი არის. ტკბილი და ბედნიერი ეს არის სეზონი, ხო? ანუ ბედნიერებაც ხშირ შემთხვევაში რაღაცნაირად ტკბილთან ასოცირდება.
და ზოგადად ყვებასთან. ამიტომ ზაფხულში გვაქვს მართლა აი ძალიან ბევრი ესე ვთქვათ რაღაცნაირი სანების ყოფო მაცდუნებელი პროდუქტები, მათ შორის ნაყინი, ხო, მათ შორის ტკბილი გაზირებული სასმელები, იმისათვის რომ უბრალოდ გავგრილდეთ, მათ შორის ხილი, რომელიც ჩამოთვალეთ, რომელიც მაღალგლიკემიური ინდექსის მქონე არის, ხო, ეს არის ლეღვი, ეს არის ნესვი, ეს არის ყურძენი, შემდგომში უკვე შემოდგომაზე გვეწევა კარალიოკი, ხო? მსხალი ამ სეზონზე აგრეთვე, რომელიც ასევე მაღალგლიკემიური ინდექსით გამოირჩევა. შესაბამისად, აქაც მოვიშველი ბრძოლების გამონათქვამს და ვიტყვი, რომ ყველაფერი სასარგებლოა და ყველაფერი საწამლავი, მთავარია ვიცოდეთ დოზები, ხო? შესაბამისად, ზომიერებას აი ამ პროდუქტების მიღებასთან მიმართებაში აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ზოგადად, თუ მსგავსი ტიპის მაღალგლიკემიური ინდექსის მქონე, ესე ვთქვათ, პროდუქტებს ვღებულობთ, რა თქმა უნდა, სასურველი არის დღეს პირველ ნახევარში იყოს გამოყენებული, ხო? იმისათვის, რომ მე დღის განმავლობაში ორგანიზმმა მოახერხოს ამის გახარჯვა. ან ფიზიკური აქტივობის წინ თუ ვთქვათ, ვარჯიშობთ, ხო? რომ დახარჯოს ორგანიზმმა, ვთქვათ, მიღებული ნახშირწყლები. და თუ ვიცავთ ზომიერებას, რა თქმა უნდა, მაშინ ის ხელს არაფერში არ შეგვიშლის და ვთქვათ, ზაფხულის სეზონზე ამ ზომიერების დაცვით შეიძლება ისე გადავიტანოთ ყველაფერი, რომ არც არანაირი პრობლემა არ შეგვექმნას. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ დაავადებებზე, ამ შემთხვევაში შაქრიან დიაბეტზე, მაგალითად და განსაკუთრებით ტიპი 2-ზე, სადაც ინსულინის ფუნქცია არის თვითონ დარღვეული. ამ პროდუქტების, ანუ ამ ხილის მაგალითად, ხო, ვთქვათ, ნესვი, მსხალი, კარალიოკი, ყურძენი, ლეღვი მიღება სასურველი არ არის. თუმცა შესაძლებელია სეზონზე, ვთქვათ, იმისათვის, რომ სრულად არ ჩავარდეს სეზონი, დავაგემოვნოთ, ხო, მაგრამ ყოველდღიურ რაციონში მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ აი ამ ჩამოთვლილ ხილს თავისი დადებითი ეფექტებიც აქვს ორგანიზმზე, ხო? მაგალითად, ლეღვი ძალიან დიდი ოდენობით შეიცავს კალიუმს და მაგნიუმს, რომელიც ზაფხულში ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ოფლის დანაკარგთან ერთად ორგანიზმი კარგავს კალიუმის და მაგნიუმის მინერალებს და ეს ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის გულის კუნთის და ზოგადად ჩორჩხების კუნთის გამართულ მუშაობას. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი, აბსოლუტურად გეთანხმებით. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით. მაგრამ ზომიერების ფარგლებში მოკლედ ამ ყველაფრის გამოყენება შეგვიძლია. ეხლა რაც შეეხება ნაყინს და ტკბილ გაზირებულ სასმელებს, აქ უკვე რა თქმა უნდა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში ეს კატეგორიულად გამორიცხული არის და შესაძლებელია ჩავანაცვლოთ სხვადასხვა ესე ვთქვათ საგემოვნო თვისებების მქონე სხვა ტიპის სასმელებით, მაგალითად, ვთქვათ, იმ ხილისგან, რომელიც დაბალ გლიკემიური ინდექსის შემცველი არის, მაგალითად, საზამთროც, ხო? შეგვიძლია წინადღით დავასხათ წყალი, რაღაცა გარკვეული საგემოვნო თვისებების შევძინოთ, ვისაც უყვარს პიტნა, ვისაც უყვარს ლაიმი, ვისაც უყვარს რეჰანი. სახში მომზადებული, ყოველგვარი შაქრის და ყველა დანამატის გარეშე, თუ ერთ ღამეს, ანუ დაახლოებით 12 საათს აი ამ ხილს გავაჩერებთ წყალში და შემდგომში უბრალოდ გადმოვწურავთ და იმ წყალს გამოვიყენებთ დღის განმავლობაში, მერწმუნეთ, მართლა ძალიან გემრიელი არის, ჯერ ერთი არ არის ძალიან ტკბილი, შესაბამისად ნახეთ, აქ რა უნდა გავითვალისწინოთ კიდე სიცხის ფონზე დაახლოებით 30%-ით ჩვენი ორგანიზმის ენერგიულობა მცირდება, იმიტომ რომ ტემპერატურული ცვალებადობის გამო რომ არ გადახურდეს ორგანიზმი, ორგანიზმში მიმდინარეობს პროცესები, რომ გაუმკლავდეს აი ამ სიცხეს. ჩვენ როდესაც აქ ვამატებთ რაიმე ისეთ საკვებს, რომელიც კიდევ რთულად გადასამუშავებელი არის, მაგალითად ეს არის დიდი ოდენობით შაქარი, მაგალითად ეს არის ცხიმიანი საკვები ზაფხულში, ხო? ენერგიას კიდევ უფრო ვკარგავთ და შესაბამისად დღის განმავლობაში მე ვართ მოდუნებული, მოთეთილი და ასე შემდეგ. აი მსგავსი ტიპის ესე ვთქვათ სითხით რაც აღნიშნეთ წეღარ. პირიქით ჩვენ ვიღებთ გარკვეული ოდენობით უჯრედის, რომელიც ჩვენი კუჭანყლავის ტრაქტისთვის მნიშვნელოვანი არის, იმ გარკვეულ მინერალებს და ვიტამინებს, რომელიც ჩვენი მეტაბოლიზმის აჩქარებისთვის არის აუცილებელი, რომ ენერგიულობა უფრო მეტი ვქონდეს და წყალი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ხო? ანუ სუფთა წყალს ვერაფერი ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს. ხა წყლის მნიშვნელობაზე მე არ დავიწყებ საუბარს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიცით ამის შესახებ.
შესახებ ხას უსვავს მის მნიშვნელობაზე ისიც, რომ ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 60-65% წყლისგან არის. შესაბამისად, ეს უკვე ნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის, მოკლედ, წყალი ჩვენი ორგანიზმისთვის. სხვათა შორის ეს კითხვა ოდნავ მოგვიანებით მინდოდა დამესვა, მაგრამ თქვენ უკვე ამომწურავად ისაუბრეთ წყლის გარდა კიდევ რა შემცვლელი სასმელები შეიძლება რომ მივიღოთ, თუმცა მაინტერესებს ზაფხულთან ერთად იზრდება თუ არა წყლის მიღების დღიური ნორმა. საშუალო სტანდარტად აღებულია 2 ლიტრი, ხო? რომ ჯანმრთელმა ადამიანმა მინიმუმ 2 ლიტრი სითხე უნდა მიიღოს წყლის სახით. კი ბატონო. ზაფხულში თუ იზრდება ეს? იზრდება, კი, დაახლოებით ამას უნდა დავუმატოთ ხოლმე 300-დან 500 მილilitrამდე დღეღამის განმავლობაში, იმიტომ რომ სიცხის ფონზე დანაკარგი ბევრად უფრო მეტია და ამაზე თუ ჩვევაში ჩვენ გვაქვს, თქვათ 2 ლიტრი, ხო? მოთხოვნილება ისედაც ფიზიოლოგიურადაც იზრდება. მაგრამ არიან ადამიანები, სადაც ეს ჩვევა ჩამოყალიბებული არ არის და შეიძლება დღე გავიდეს ისე, რომ წყალი საერთოდ არ დალიო, ხო? იმათ უკვე ზაფხულში 2-3 ჭიქას მაინც ღებულობენ, ანუ დაახლოებით 500 მილilitrს, ხო? ამიტომ ეს თვითონ უკვე ორგანიზმი აკონტროლებს ამას და აბალანსებს. თავარია ჩვენ სხვა სეზონზე გქონდეს ჩვევაში ის, რომ აუცილებლად დღეღამის განმავლობაში უნდა მივიღოთ ის მინიმუმი რაოდენობისა წყლის, რომელიც არის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი. ბაშა, ჩვენ ვისაუბრეთ იმ ხილზე, რომელიც შესაძლოა დიდი რაოდენობით მიღების დროს იყოს საზიანო ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა ენდოკრინოლოგიური კუთხით არსებობს თუ არა ხილი და ბოსტნეული, რომელიც შეგვიძლია რომ ეგრეთ წოდებულ სუპერ საკვებად მივიჩნიოთ. კი, პრინციპში შეიძლება ჩაითვალოს და შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული ნამდვილად სუპერ საკვები არის ენდოკრინოლოგიაში, იმიტომ რომ თითოეულ მათგანს გააჩნია ძალიან ბევრი დადებითი ეფექტი ჩვენს ორგანიზმზე, თავისი შემცველობიდან გამომდინარე, ხო? მათი შემცველობაც სხვადასხვანაირი არის ყოველთვის. თუმცა აი ესეთი ცოტათი შეიძლება პოპულარული, ტრენდული, რაც შეიძლება იყოს ყველაზე მეტად აქტუალური დღესდღეობით, პირველი შეიძლება რაც დავასახელოთ, ეს იყოს ავოკადო, ხო? თავისი, ესე ვთქვათ, ნიშან-თვისებებიდან გამომდინარე, ის შეიცავს ძალიან დიდი ოდენობით ჩვენთვის სასარგებლო ცხიმებს, მცენარეულ ცხიმებს, რომლებიც პირველ რიგში ხელს უშლის, ესე ვთქვათ, ხვაცხიმების, ანუ ცუდი ცხიმების დაგროვება ჩვენს ორგანიზმში, გარდა ამისა დადებითად მოქმედებს ჩვენ გულსიძახთა სისტემაზე, ჩვენ ნერვულ სისტემაზე, ძილზე და შეიცავს დიდი ოდენობით ბოჭკოს, უჯრედის, რომელიც ჩვენი კუჭრაწლავის ტრაქტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, საკვები ნივთიერება არის, იქიდან გამომდინარე, რომ ის აწესრიგებს მთლიანად ჩვენ მიკროფლორას და ჩვენი მიკროფლორისთვის ბოჭკო არის მხოლოდ და მხოლოდ საკვები ნივთიერება და ჩვენი მიკროფლორა დღევანდელი კვლევებით მთლიანად, ესე იგი, ჩვენს ორგანიზმს აკონტროლებს. მათ შორის წეღან თქვით ბედნიერების ჰორმონი, ხო, სეროტონინის გამომუშავება, მათ შორის მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, მათ შორის მოქმედებს ჩვენ ფსიქოემოციურ სტატუსზე, მათ შორის მოქმედებს გულსიძახთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკებზე, ანუ მათ შორის წონაზე, რა თქმა უნდა, ხო, სიმსუქნე და რაც მერე უკვე დიაბეტთან ასოცირდება და ასე შემდეგ. ამიტომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კიდე რაც შეიძლება ჩავთვალოთ სუპერ, ესე ვთქვათ, პროდუქტად, ეს შეიძლება იყოს კენკრა ხილიდან მაგალითად, რომელიც დაბალგლიკემიური ინდექსის შემცველობით გამოირჩევა. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ რაც უფრო ფერადი არის საკვები, მით უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს ის. ხო, ანუ აი ეს მკვეთრი ფერი სწორედ აი ამ ნივთიერებების არის მიცემული და მაგალითად ლურჯი მოცვი, ხო, მაგალითად ჟოლო, რომელსაც დამეთანხმებით, რომ საოცარი ფერი აქვს, მარწყვი, ხო, ანუ კენკრა, ის მოცხარიც, ხო, თუნდაც აი ეს პროდუქტები გარდა იმისა, რომ შეიცავენ, თქვათ, კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, დიდი ოდენობით მარწყვი მაგალითად, ხო, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის,
გარდა ამისა, ისინი შეიცავენ დიდი ოდენობით ბოჭკოს, რომელიც ჩვენი კუჭანწყლავის ტრაქტისთვის აუცილებელი არის და შეიცავენ დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტებს. ანუ ანტიოქსიდანტები არის ის ნივთიერებები, რომლებიც ჩვენ ჯანსაღ უჯრედებს, ორგანიზმში არსებულ უჯრედებს იცავენ მავნე ზემოქმედებისგან. ეს მავნე ზემოქმედება შეიძლება იყოს ორგანიზმში არსებული სხვადასხვა ტიპის ტოქსინები და შლაკები და ეს მავნე ზემოქმედება შეიძლება იყოს რადიაციით მიღებული სხივები. ანუ როგორც გარემო, ასევე შინაგან ფაქტორებზეც მოქმედებს ეს ანტიოქსიდანტები. ამიტომაც ვთქვათ, კენკრა შეიძლება აუცილებელია. რა თქმა უნდა, ზომიერება როგორც აღნიშნეთ, ყველაფერში აუცილებელია. ზოგადად რეკომენდებული რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში 400-600 გრამი არის ხილის, მხოლოდ ხილის. ჯანმრთელი ადამიანისათვის მეც ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ნორმალური ოდენობა არის და დაახლოებით იგივე ოდენობა არის ბოსტნეულის კიდე დღე-ღამის განმავლობაში. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური კვების პირობებში, ფიზიოლოგიური კვების პირობებში ჩვენ არასდროს მშიერი არ ვართ და არასდროს ესე ვთქვათ, არ ვართ რომელიმე მინერალის, ვიტამინის თუ სხვა საკვები დანამატების დეფიციტის ქვეშ. აუცილებლად მინდა გკითხოთ, რა განაპირობებს იმას, რომ ადამიანთა უმეტეს ნაწილს ზაფხულში მადა უკვე იცდება. მათ შორის გახლავართ მეც. ეს არის აი წეგანაც აღნიშნეთ ჩვენ სისხლების ზემოქმედება, აქტივობა, რომელიც აქვეითებს ენერგიას დაახლოებით 30%. შესაბამისად, ენერგიას თუ არ ხარჯავს ის აქტიურად ადამიანი ზუყვებაზეც შესაბამისად აისახება ეს ყველაფერი და გარდა ამისა წყალი, რომელიც ასევე წეგან ვახსენეთ ჩვენ, ხო? ანუ იქიდან გამომდინარე დიდი ოდენობით წყლის რაოდენობას ვხვებულობთ, ეს მეტნაკლებად გვიბალანსებს ჩვენ აი ამ საკვებისადმი მოთხოვნილებას. ამიტომ თუ ამ წყალს მე უკვე ჩვევაში გადავიდეთ სხვა სეზონებზეც, აი სხვა სეზონებზეც აღნიშნული პრობლემა არ შეგვექნება, რასაც ქვია წონა. საკერპია კი ბატონო. ნალაშა თუ არსებობს ენდოკრინოლოგიურ ჭრილში კონკრეტული დროები, რა დროსაც კონკრეტული საკვების მიღება უკეთესად აისახება ჩვენს მეტაბოლურ სისტემაზე. კონკრეტული დროები, ანუ კვების თვალსაზრისით, ხო? ანუ იცით როგორ არის? გააჩნია ადამიანის რეჟიმს. პირველ რიგში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ რა რეჟიმით ცხოვრობს, ხო? იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვისაც მაგალითად ღამის საათებში უწევთ, ხო? თავისი შრომით სამუშაოდან გამომდინარე შრომა. არსებობენ ადამიანები, ვინც დილიდან აქტიურები არიან, ხო? ანუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ გაღვიძებისთანავე ჩვენს ორგანიზმს მივაწოდოთ ენერგია იმისათვის, რომ შემდგომში მთელი დღის განმავლობაში მას ჰქონდეს ბაზისი შექმნილი აი ამ ენერგიის წყაროსი და პერიოდულობით დაამატოს, ესე ვთქვათ, რაღაცა სხვადასხვა ტიპის წყაროთი, ასევე ენერგია, ხო? ვთქვათ, იგივე ვარჯიშის წინ თუ არის, ანუ ვთქვათ, დილით დავიწყეთ ფიზიკური აქტივობა და მაშინ მივირთვით, მერე გვიწევს გონებრივი სამუშაო, ხო? იქ უნდა დავამატოთ უკვე. პირველი, ესე ვთქვათ, ენერგიის წყარო, ანუ ძირითადი საკვები დღის პირველ ნახევარში უნდა იყოს მიღებული. დღის მეორე ნახევარში უკვე უნდა იყოს შედარებით უფრო მსუბუქი და არსებობს ისეთი პროდუქტებიც, მაგალითად, რომელიც დასაშვები არის, ხა ხილი ვახსენეთ, ხო? ჩვენ და ხილი მაგალითად დღის პირველ ნახევარში არის დასაშვები, იმიტომ რომ ენერგიის წყაროა ისიც ერთგვარი, მაგრამ არსებობს ასევე პროდუქტები, რომელიც დღის მეორე ნახევარში არის დასაშვები, რატომ? იმიტომ რომ უფრო მოვდუნდეთ, რელაქსი გქონდეს, ნერვული იმპულსების ამპლიტუდა დაქვეითდეს, რამაც უკეთ უნდა მოგვამზადოს ძილისთვის და ძილის პროცესი შემდგომში იყოს ნორმალური, ხო? ესეთი არის ძირითად შემთხვევაში მაინც უფრო რძის პროდუქტები, რომელშიც ფიზიოლოგიურად არსებობს შიგნითვე მელატონინი, რომელიც არის იგივე პროდუქტებს უფრო დილის საათებში. ნახეთ, აი პროტეინის როგორც ცილის გამოყენება შესაძლებელი არის დღის პირველ ნახევარში, მაგრამ არა მხოლოდ როგორც დამოუკიდებელი პროდუქტი, ანუ ამასთან ერთად აუცილებლად არის ამ ხილი, ამ ბოსტნეული, იმისათვის რომ ნახშირწყლები და პროტეინები ერთად იყოს გამოყენებული, მაგრამ აი საღამო საათებში უფრო ვთქვათ არა, ნახეთ თან როგორი არის
რძის პროდუქტები ზოგადად გამოირჩევა ორი ტიპის დუღილით. ეს არის სპირტული და მჟავე დუღილი, ხო? არ უნდა იყოს მჟავე დუღილის მაღალი, ესე ვთქვათ, პროდუქტები, იმიტომ რომ პირიქით კუჭეწლავის ტრაქტი არ გააღიზიანოს, ხო? ეს შეიძლება იყოს კეფირი, ეს შეიძლება იყოს თვითონ რძეც, რომელშიც ფიზიოლოგიურად არსებობს მელატონინი, ანუ ეგრეთ წოდებული ძილის ჰორმონი, რომელიც მეტნაკლებად ჩვენ კუჭეწლავის ტრაქტის დადებითად მოქმედებს და თან აი ამ ნერვულ იმპულსებსაც და უფრო კარგად მიმდინარეობს მოკლედ მერე უკვე ძილის პროცესები. გარდა აღნიშნული ფაქტორებისა, თუ შეიძლება რომ სეზონმა განსაზღვროს კვების დროები? კი, რა თქმა უნდა. სეზონი საზღვრავს კვების დროებს, იმიტომ რომ ზაფხული ხო უფრო დიდი არის დღეც და შესაბამისად კვების რაციონიც აბსოლუტურად სხვა არის და ეს განსაზღვრავს. ნუ ზამთარში მოკლე დღე არის, შესაბამისად იქ უკვე არ შეგვიძლია. ეხლა მაგალითად ჩვენ თუ ვამბობთ იმას, რომ დღის პირველ ნახევარში ყოველთვის აუცილებელი და სასურველი არის ძირითადი კვება იყოს. ზამთრისთვის ეს დაუწერელი კანონი არის. ზაფხულში რაღაცეები შეგვიძლია გადავათამაშოთ, იმიტომ რომ დღე დიდი არის და შესაბამისად ძილის პერიოდიც ინაცვლებს იქეთ, ხო? ეხლა უცებ ზაფხულის საღამოები რომ წარმოვიდგინე, საზამთრო და ხილი ყოველთვის არის, ხო, მაგრამ ხილი უკვე საღამოს არ შეიძლება. თუ მაინდა-მაინც დასაშვები არის საზამთრო, იმიტომ რომ ფაქტიურად წყალი და დასაშვებია კენკრა, როგორც აღვნიშნეთ წეღან, იმიტომ რომ დაბალგლიკემიური ინდექსის შემცველობით გამოირჩევა. სხვა ხილი მაინც უმჯობესი არის დღის პირველ ნახევარში იყოს გამოყენებული. ამიტომაც სეზონის მიხედვით დროს კვებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ზამთარში ეს არის მნიშვნელოვანი, ზაფხულში გარკვეული წესების დარღვევა შეგვიძლია. ლაშა, საზამთროს რადგან შევეხეთ, საზამთრო და დეტოქსი ჩემთვის მომენტალურად ბევრი ადამიანი ზაფხულში სწორედ ამ დეტოქს დიეტას მიმართავს, ხო? იქნება ეს საზამთრო კიტრი, ასევე კიტრი და ლაიმი ერთად და მოკლედ ბევრი ვარიაცია შეიძლება შევხვდეს. რამდენად მე კი ვიცი რომ თქვენ არ უწევთ ამ ყველაფერს რეკომენდაციას, მაგრამ აი რატომ რისთვის როგორ შეიძლება რომ სასარგებლო კი არა საზიანო აღმოჩნდეს პირიქით, ხო? ნუ არსებობს გარკვეული დაავადებები, რა დროსაც საერთოდ მსგავსი ტიპის განტორსის დღეები არ არის რეკომენდებული. ეხლა თუ ჩვენ საუბრობთ რაღაც გარკვეულ დეტოქს პროგრამაზე, რომელიც დაკავშირებული არის თავის მხრივ იმაზე, რომ მთელი კვირა სადღაც დავისვენეთ, მაგრამ ეს დასვენება იყო თან აქტიური, თავისი ვთქვათ საკვებით, თავისი ალკოჰოლით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ზაფხულში დასაშვები არის უკვე ეს გარკვეული დეტოქს პროგრამა მოუწყოთ ჩვენს ორგანიზმს. ეს შეიძლება იყოს საზამთრო მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს საუბარი არის ერთ დღეზე, მხოლოდ და მხოლოდ, ხო? და აქაც გარკვეული ოდენობა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ხო? განსაზღვრული აუცილებლად თუ რა რაოდენობით შეიძლება, ხო? ანუ საზამთროზე თუ ვსაუბრობთ კონკრეტულად, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 2-დან 3 კილოგრამამდე მთელი დღის განმავლობაში, თუ მხოლოდ საზამთროს მივირთმევთ. თუ სხვა ხელზე ვსაუბრობთ, აქ დაახლოებით 1.5 კილო 2 კილოზე არის საუბარი. აი ამ დეტოქს პროგრამებში ხა ახსენეთ თქვენს მაგალითად, რომ შეიძლება კიტრი, კი ბატონო, იმიტომ რომ შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ისიც წყალია თვითონ და სხვა არაფერი. შეიძლება სხვადასხვა საგემოვნო თვისებების დამატება, მაგალითად რეჰანი, პიტნა და ასე შემდეგ, რომ ვთქვათ, კამაც მათ შორის, ხო? აი მსგავსი, ესე ვთქვათ, დეტოქსი შეგვიძლია გამოვიყენოთ დღის განმავლობაში, მაგრამ ეს შეიძლება იყოს 10 დღეში ერთხელ, როგორც აღვნიშნე და ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ ზაფხულში განსაკუთრებით დეჰიდრატაციის ფონზე, მინერალების და ვიტამინების დაკარგვის ფონზე შესაძლებელია ხშირად მერე განვითარდეს ეგრეთ წოდებული კოლაფსი, წნევის ვარდნა, რამაც გარკვეული დისკომფორტი შეუქმნას მერე ადამიანს. ლაშა, ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და სანამ გარკვეულ შეჯამებას და მთავარ რჩევას გთხოვთ მაყურებლისთვის, მანამდე მინდა გკითხოთ, რამდენად კარგი პერიოდია ზაფხული ცხოვრების რიტმის შესაცვლელად? ალბათ ყველაზე კარგი. კი, ალბათ ყველაზე კარგი პერიოდი არის, იმიტომ რომ ამ დროს ბუნება გვთავაზობს ისეთ პროდუქტებს, რომელიც არ არის მძიმე ორგანიზმისთვის, გადასამუშავებლად და გვაქვს მრავალფეროვნება. შესაბამისად, ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. შეგვიძლია დრო გავხარჯოთ ასევე გარეთ, თქვათ, ფიზიკურ აქტივობაში, სეირნობაში და ასე შემდეგ და არ ვიყოთ დიდი ხნის განმავლობაში მაცივართან თანაცხოვრებაში, ხო? და ესეც გვიწყობს ხელს, ამიტომ
პირველი ნაბიჯების გადასადგმელად თუ ჩვენ გვინდა ჩვენი ცხოვრების წესის ცვლილება ჯანმრთელი ცხოვრების წესისკენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე კარგი სეზონია, შეიძლება ითქვას, აი ამ ნაბიჯების გადასადგმელად და პერიოდიც, ანუ დროც თვითონ საკმარისი იმისათვის, რომ რაღაცნაირად ჩვევაში ჩაჯდეს მე ეს ყველაფერი და შემოდგომაზეც და ზამთარშიც გადავიტანოთ იგივე, ესე ვთქვათ, რაღაცა პრინციპები, ჩვენი რუტინა ყოველდღიური, ხო, საბოლოო ჯამში კვების თვალსაზრისით. ამიტომ ზაფხული ისეთი არის, მნიშვნელოვანი პერიოდი არის ამ ნაბიჯების გადასადგმელად. სანამ დაგემშვიდობებით, მაშინ რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა ზაფხულში, აი ამ ბალანსის დასაცავად, რომ არც როგორც იტყვიან, წონა გაგვექცეს და საჭირო მინერალებითაც შევივსოთ. ალბათ პირველი, აქაც ძველ გამონათქვამს მოვიშველიებ და რაც უნდა გავიაზროთ ძალიან კარგად, არის ის, რომ არ უნდა ვიცხოვროთ იმისთვის, რომ ვჭამოთ და უნდა ვჭამოთ მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ, ხო? და მნიშვნელოვანი არის, როგორც აღვნიშნეთ ერთხელ უკვე, ზომიერების დაცვა და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ იყოს დატვირთული ზაფხულის კვება. პრინციპში შეიძლება ძალიან თამამად ვთქვათ, მალფუჭებადი პროდუქტებით. ანუ ისეთი პროდუქტებით, როგორიც არის ვთქვათ, ცხიმის დიდი ოდენობის შემცველი, ნახშირწყლების დიდი ოდენობის შემცველი და ბუნება გვაძლევს მართლა სეზონზე ყოველთვის ეს ზაფხულია შემოდგომა თუ ზამთარი თუ გაზაფხული, სეზონზე გვაძლევს იმ პროდუქტებს, სეზონურ პროდუქტებს, რომელიც იმ კონკრეტული, ესე ვთქვათ, პერიოდისთვის არის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი გამოსაყენებელი. ხო, ეს არის ზაფხულში ძირითადად რა, ხილი და ბოსტნეული, რომელიც ძალიან მრავალფეროვნად გვაქვს ჩვენ საქართველოში და ამიტაც ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, მდიდარი ქვეყანა არის ნამდვილად და შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ ეს ხილი და ბოსტნეული, იმიტომ რომ იმ სეზონზე ვიყოთ კარგად და იმიტომაც რომ ვიზრუნოთ სხვა სეზონებზე, იმიტომ რომ ზაფხულში მიღებული ხილიდან და ბოსტნეულიდან მიკრო-მაკროელემენტები და ვიტამინები უკვე ეს მარაგი არის შემოდგომასა და ზამთარში ჩვენი ორგანიზმისთვის. რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს ჩვენ მდგომარეობას, როგორც იმუნურ სისტემას, ასევე ფსიქოლოგიურ სტატუსს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანი არის გამოვიყენოთ ეს სეზონი ხილისა და ბოსტნეულის თვალსაზრისით, არ უნდა დაგვაუწყდეს წყლის მიღება აუცილებლად ღამის განმავლობაში. ყოველთვის თან უნდა ვიფიქროთ, რა გვინდა და რა გვჭირდება, ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ცნება არის და ყოველთვის უნდა გავაკეთოთ ის, რაც გვჭირდება. რა თქმა უნდა, რაც გვინდა, ისიც შესაძლებელია, მაგრამ აქაც ბალანსი უნდა დავიცვათ, კი. უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო, ბევრი ახალი შევიტყვე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა მაყურებელმა ძალიან ისიამოვნა. დაგემშვიდობებით დროებით.